მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. წარმოგიდგენთ შავი მთვარის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში ტრანზიტის ვიდეოს ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლისთვის. ვიდეო დაყოფილია სექციებად და თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება შესაბამისი მონაკვეთი. სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად მოგიწოდებთ, რომ ნახოთ ამის წინა ვიდეო, ანუ ზოგადი მიმოხილვა, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ და ამას დამატებული თქვენი მზის, ასცენდენტის და მთვარის მონაკვეთები. მაშასადამე დავიწყოთ. ძვირფასო ვერძებო, ლილიტი ამ ტრანზიტისას ევლის თქვენს მეოთხე სახლს, როგორც აღნიშნეთ ზოგად პროგნოზში, ანუ წინა ვიდეოში. ეს დაკავშირებული იქნება დედობრივ კომპლექსთან, როგორც პოზიტიური კუთხით, ასევე ნეგატიური კუთხით. თუ პოზიტიური კუთხით ვისაუბრებთ, მაშინ დედა ცდილობს, რომ აგარიდოთ ყველა განსაცდელს, მოგაქციოთ თავისი ფრთის ქვეშ და ამით არ მოგცეთ რეალიზაციის შესაძლებლობა. ხოლო თუ ნეგატიური კუთხით გამოვლინდა დედობრივი კომპლექსი, მაშინ დედის ყურადღებობის საპირისპიროდ ყველა ძალას გამოიყენებთ, რომ დაუმტკიცოთ რაოდენ კარგი შვილი და ადამიანი ბრძანდებით. ამიტომ ყოფით დონეზე ეს გაამძაფრებს კონფლიქტებს მშობლებთან და იმ პირებთან, რომლებიც ანაცვლებენ მშობლებს. შეიძლება ეს გამოვლინდეს სამსახურში და დაემუქროს უფროსებთან ურთიერთობას. თუ სახლს ქირაობთ, მაშინ სახლის მეპატრონესთან გამძაფრდება მდგომარეობა. მთავარი პრობლემა ეძიეთ სახლის თემაში, ფსიქოლოგიურ დონეზე უსაფრთხოების მოპოვებაში გამოიხატება. ეს ტრანზიტი გასწავლით საზღვრების დაცვას, უარის თქმას, უსაფრთხოს სივრცეების ძებნას და სიმყუდროვის მოპოვებას. გადააფასებთ ოჯახის მშობლების მნიშვნელობას. ეს შეიძლება თავად მოახერხოთ ან სპეციალისტის მეშვეობით მოგიწიოთ ამის გაგება. შეიძლება მოგიწიოთ გენეალოგიური ხის კვლევა, ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა და იმედია გამონახოთ რესურსებს მათ გონივრულად გადასაწყვეტად. ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნდობის საკითხს ლილიტის მეოთხე სახლში ტრანზიტისას. თუ ამ საკითხს არ მიუდგებით შესაბამისი ადეკვატურობით, უნდობლობის შეგრძნებები ყველასადმი გადაიზრდება პარანოიაში, ამიტომ გაიაზრეთ საიდან მოდის რეალური საფრთხე, იზრუნეთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვაზე და შეიმუშავეთ შესაბამისი ტექნიკები. ყველა ნიუანსი თქვენი ბნელი და ნათელი მხარეების შესახებ იცით მხოლოდ თქვენ და ამიტომ თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ნეგატიური კუთხით ლილიტი არის ბოროტება, ამიტომ თუ მას დამორჩილდებით და მისცემთ საშუალებას თქვენში გააღვიძოს და გაამძაფროს თავისი უარყოფითი მხარეები, თქვენ დაემსგავსებით მას. შესაბამისად, თუ გსურთ გაიზარდოთ, შემდეგი 9 თვის განმავლობაში დაკავდით უარყოფითი თვისებების მოთვინიერებით და მით უფრო, რომ ხართ გაფრთხილებული ამასთან დაკავშირებით. ჩემო ძვირფასო კუროებო, თქვენთვის ლილიტის ტრანზიტი მესამე სახლზე გავა, რაც სიბლინგურ, ანუ დედმამიშვილურ საკითხებს წამოწევს წინ. ანუ შეიძლება ამოტივტივდეს შურის, კონკურენციის, მშობლებისადმი სიყვარულის საკითხები. შესაბამისად, ეს იქნება შემდეგი 9 თვის დასამუშავებელი თემები. დაკვირვების შედეგად ცხადი გახდა, რომ დედმამიშვილები იმაზე დამოკიდებულებით, თუ რა ასაკობრივი განსხვავებაა მათ შორის, განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ მათ შორის სხვაობა 2-3 წელია, ისინი კონფლიქტურ კავშირში არიან ერთმანეთთან. თუ წელზე ნაკლებია, მაშინ ერთწლიანებში გაყავთ, ტყუპები ვით ზრდიან, ერთ და იგივე კლასში შეჰყავთ და ეს შერწყმა ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რაც ბრაზად გადაიქცევა ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. ხოლო, როდესაც ასაკობრივი სხვაობა
6-8 წელზე მეტია, იგი კვლავ აღიქმება პირობითად ერთადერთ შვილად და აქ სხვა სახის პრობლემებს ვაწყდებით. ფსიქოლოგიურ დონეზე თუ შევხედავთ, უფროს და უმცროს შვილებს უფროსის აღქმა შემდეგია. თუ ჩემს შემდეგ გააჩინეს ბავშვი ჩემმა მშობლებმა, ესე იგი მე ცუდი ვარ და არ ყოფილვარ მათი ღირსი, ან არ ვაკმაყოფილებ მათ მოთხოვნებს. უფროსი შვილი ყოველთვის ცდილობს მშობლების პრობლემების გადაწყვეტას და ამით მათი სიყვარულის მოპოვებას. მაშინ, როდესაც უმცროსმა იცის, რომ უფროსი უფრო მეტად უყვართ, მას უწევს იმაზე ფიქრი, თუ რა მოიფიქროს, რომ უფრო მეტად შეიყვარონ, ან საერთოდ დაიმსახუროს სიყვარული. ამიტომ მათთვის დამახასიათებელია ისტერიული პანიკები და მუდმივად უმცროსად ყოფნის პოზიცია ცხოვრების მანძილზე. მნიშვნელობა არ აქვს, თავის პირად ცხოვრებაში იქნება თუ ზოგადად მშობლების ოჯახში, რათა მოპოვებულ იქნას სიყვარული. სწორედ ეს ასპექტები იქნება თქვენთან აქტუალური. ასევე მესამე სახლი ინფორმაციის სახლია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესდებით ტაბუდადებული თემებით. ადრე თუ აღნიშნული საქციელი ამორალურად გეჩვენებოდათ, ამჯერად ამ ქმედებამ შეიძლება სადღაც სიამოვნებაც მოგანიჭოთ. გვახსოვს ზოგადი მიმოხილვის ვიდეოდან, რომ ეს ლილითის მეორე მთავარი გამოვლინება სიამოვნების მიღება. შეიძლება შეხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს ის ინფორმაცია ექნებათ, რომელიც ზუსტად გჭირდებოდათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ან არალეგალური გზით მოპოვებული, ან თავად ეს ადამიანი, ვინც ავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას, იქნება კრიმინალი ან ბნელი წარსულის მქონე და ამ შემთხვევაში თქვენი ვალია არ წარმოეგოთ ლილიტის ხრიგს და დროულად გაცხრილოთ სწორი, უტყუარი ინფორმაცია მცდარისგან. არ დაუშვათ ჭორაობა, რადგან ეს უარყოფითად მოგიბრუნდებათ. შინაგან დონეზე თქვენ დისკომფორტი გექნებათ თქვენსავე ყოველ არასწორად გადადგმულ ნაბიჯზე და თუ ასეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, ესე იგი ინტუიციურად თქვენ ასხვავებთ შავს თეთრისგან, ხოლო თუ ამას ვერ იგრძნობთ, მაშინ წინ წამოწიეთ ლოგიკური აზროვნება უარყოფითი თვისებების აღმოჩენისა და შემდეგ უკვე მათი აღმოფხვრისთვის. ჩემო ძვირფასო ტყუპებო, როგორც იქნა, ლილიტი გამოდის თქვენი პირველი სახლიდან, თუმცა გადადის თქვენს მეორე სახლში, ანუ ფინანსებისა და რესურსების სახლში. ლილიტი აქ წარმოგიდგებათ სიღარიბის შიში, შეუმდგარობის შიში. თქვენ გარემოს მხოლოდ მატერიალური სიკეთით გაზომავთ და ფულის შოვნა იქცევა თქვენს იდეა ფიქსად, შემდეგი 9 თვის მანძილზე. და რაც უფრო მეტად ჩაკითხავთ ეს იდეა, მით უფრო ნაკლები გექნებათ. შეიძლება სხვა სცენარით გათამაშდეს თქვენთან ლილიტი, რომ პირიქით უზარმაზარი თანხები მოვიდეს თქვენთან, მაგრამ მათი წარმოშობის წყარო იქნება არალეგალური და მათი მიღების შემთხვევაში მომავალში გასაცემი გექნებათ გაცილებით მეტი, რადგან ეშმაკთან გარიგება ძვირად ფასობს. დანაშაულის შეგრძნება არ მოგეშვებათ და ამ თანხის გამოყენება ვერ მოგიტანთ სიამოვნებას. მეორე სახლში ლილიტის ტრანზიტისას გახსოვდეთ, რომ ყველაფერი არ იყიდება, მართალია ყველაფერს თავისი ფასი აქვს. მაგრამ აქვე გახსოვდეთ, რომ არსებობს რაღაცები, რაც არ იყიდება და ამ კუთხით მოგიწევთ აზროვნება. აქ თქვენ ფაზეც უნდა დაფიქრდეთ, დასვათ კითხვა, თუ რამდენ ვერცხლად გაიყიდებით და გიღირთ კი. ასევე ეს სცენარი შეიძლება გათამაშდეს არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენ საახლობლოში. ამიტომ დააკვირდით და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები. ფულის გარდა მეორე სახლი რესურსებსაც უკავშირდება. რესურსებში მოვიაზრებთ საკვებსაც და შესაბამისად შეიძლება შეგეცვალოთ გემოვანი თვისებები.
მაგალითად, შეიძლება სადმე ამოიკითხოთ, რომ მარწყვი მავნეა ჯანმრთელობისთვის და თქვენ შეწყვეტ მის მიღებას. შეიძლება აკვიატებული აზრი გაგიჩნდეთ, რომ მოიწამლებით. შეიძლება ისტერიულად დაიწყოთ საკვების შეფუთვაზე დატანილი წარწერების კითხვა და მათი კვებით ღირებულებების შემოწმება. აქედან შეიძლება გარკვეული პროდუქტი საერთოდ ამოიღოთ თქვენივე მსჯელობის საფუძველზე რაციონიდან და ამით ზიანი მიაყენოთ საკუთარ ორგანიზმს. დისბალანსის შეტანით ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტებისა და ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის ამ პროცესში უხეშად ჩარევის დროს, რითაც საფრთხეს შეუქმნით თქვენს რესურსულ ბაზას და შესაბამისად ჯანმრთელობას. ჩემო ძვირფასო კირჩხიბებო, თქვენთვის იწყება დიდი გამოცდების პერიოდი, რადგან ლილიტი შედის თქვენს პირველ სახლში. ასევე ის გაივლის ასცენდენტზეც. ამიტომ ვისაც ასცენდენტი გყავთ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, მათთვისაც საყურადღებოა აღნიშნული თემა. ამიტომ თქვენი უპირველესი ამოცანაა ამ პერიოდში სიკეთის და ბოროტების გარჩევა, არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ გლობალურად. გავათვითცნობიეროთ, ისინი ურთიერთდაკავშირებული არიან. ამიტომ ბოროტისა და კეთილის გარჩევის საკითხი თქვენს ხასიათში, ქცევაში, პროფესიაში, გარემოცვაში, საკუთარ გარეგნობაში გახდება ქვაკუთხედი. ვინაიდან ლილიტი ერთ ციკლს ასრულებს ყოველ 9 წელში ერთხელ, ზუსტად 9 წლის წინ გქონდათ მსგავსი ემოციური ფონი. გაიხსენეთ, რა საკითხები წყდებოდა თქვენს ცხოვრებაში ზუსტად 9 წლის წინ. ასევე აქტუალური იქნება ბიოპოზიტივიზმის თემა, საკუთარ სხეულში სარფიანი ინვესტირების საკითხი, რათა ის შემდეგში ეფექტურად გაიყიდოს. აქ ვგულისხმობ, რომ მოვლილი ადამიანია მისაღები ყველა საზოგადოებისთვის. ამიტომ ყურადღებით შეარჩიეთ შემდეგი 9 თვის მანძილზე ყველა პროფესიონალიზმზე, სანამ თქვენ სხეულს ანდობთ. ვგულისხმობ როგორც პლასტიკურ ქირურგებს, სილამაზის ბიზნესთან დაკავშირებულ ნებისმიერ სპეციალისტს და მათ შორის სტომატოლოგსაც კი, რადგან თქვენი ღიმილი თქვენი გარეგნობის შეუცვლელი ატრიბუტია. როდესაც ლილიტი გადის პირველ სახლს, ჩნდება ინტრიგების ხლართვის სურვილი, რათა თვითკმაყოფილება ვიგრძნოთ, თითქოს ამით უფრო დიდ მნიშვნელობას ვიძენთ სხვის თვალში. თუ ვისაუბრებთ მის ბნელ მხარეებზე, ეს იქნება კეთილდღეობა, სიამოვნება და კომფორტი. ამიტომ ეს ტრანზიტი კარგია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, თუ რა არის თქვენთვის კარგი და ამავე დროს რა არის სხვისთვის კარგი. სად ხართ თუ არა მთელი ცხოვრება დარჩეთ სხვებისთვის კარგი. თუ უკვე დროა შეწყვიტოთ ეს და კარგები გახდეთ საკუთარი თავისთვის, რადგან თქვენ რომ გგონიათ, რომ სხვისთვის კარგს აკეთებთ, სინამდვილეში მათ ვნებთ. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი სიკეთით ბრჭყალებში თქვენ ახდენთ მათი უსუსურობის ფორმირებას. დაფიქრდით და გაანალიზეთ დათვური სამსახურის გაწევის ფენომენი კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში და ლილიტიც დაგეხმარებათ იმის ჩვენებაში, თუ სად გაქვთ სუსტი მხარეები, რადგან ამ 9 თვის განმავლობაში, სანამ ლილიტი გაივლის თქვენს პირველ სახლს, გექნებათ შემთხვევები, ეგრეთ წოდებული ცდუნებების სახით, სხვისთვის დახმარების აღმოჩენისთვის და თუ რა დოზით გააკეთებთ ამას, გაირკვევა ისწავლეთ თუ არა შავი მთვარის გაკვეთილები კირჩხიბის ნიშანში. ჩემო ძვირფასო ლომებო, ლილიტის ტრანზიტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება თქვენს მე-12 სახლში. თავისთავად ეს სახლი ასოცირდება საიდუმლოებებთან, შიშებთან, აღიარებებთან. ცხადია, ლილიტის 9 თვიანი ტრანზიტი სწორედ ამ თემებს გაგიაქტიურებთ ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებელია განსაზღვროთ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ
რა სახის შიშთან გაქვთ საქმე. შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორებით არის განპირობებული აღნიშნული, რადგან მე-12 სახლში შავი მთვარის ტრანზიტის დროს ადამიანები ადვილად ექცევიან სხვისი იდეების, შიშების, განცდების გავლენის ქვეშ. ანუ ცხოვრობთ ყველას ცხოვრებით გარდა თქვენისა. ამიტომ აქ უნდა დაფიქრდეთ და გაანალიზოთ, როგორ გსურთ ცხოვრების გაგრძელება. შავი მთვარის გავლენით თქვენ გახდებით ზედმეტად მგრძნობიარენი. მოგეჩვენებათ, რომ სხვა ადამიანებში ხედავთ მათ ფარულ ზრახვებს სხვა ადამიანების მიმართ, არადა რადგან ხედავთ და გრძნობთ ბრწყალებში, ესე იგი ეს თქვენშიც არის ეს ფარული ზრახვები. ამიტომ თუ მსგავსი რამ გამოვლინდა თქვენს ცხოვრებაში, მიიღეთ ეს როგორც ცხოვრების ნიშანი, რომელიც გითითებთ, რომ სწორედ უნდა გამოასწოროთ და სწორედ ეს ფარული ზრახვები უნდა დათრგუნოთ საკუთარ თავში. ანუ რეცეპტი ერთია, ფანტაზიურ დონეზე გადავამუშაოთ უარყოფითი თვისებები დადებითში და მივანიჭოთ სიმბოლური ფორმა. ასე რომ გამოთავისუფლებული დადებითი ენერგია მოემსახუროს თქვენს პიროვნულ განვითარებას და განახლებას. მთავარი რაც უნდა ისწავლოთ ამ ტრანზიტისას არის თანაგრძნობა. თანაგრძნობა არ არის მყისიერი რეაქციები, ვთქვათ, მყისიერი გაქცევა დასახმარებლად ვინმესთან, ან გაბრაზება, გაცეცხლება და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. არა, აქ მთავარია თანადგომა, ადამიანად დარჩენა და ზომიერი მხარდაჭერის აღმოჩენა. თქვენთვის ამ გაკვეთილის ათვისება იქნება მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც 2023 წელს შავი მთვარე გადმოვა თქვენს პირველ სახლში და შეგამოწმებთ, რამდენად დაემშვიდობეთ დესტრუქციულ იდეებს, შიშებს, ჩარჩო პრინციპებს, რომლებიც რეალურად გიშლიან ხელს პიროვნულ ზრდაში, განვითარებაში წინ და ზევით. ასევე შავი მთვარის ეს ტრანზიტი გააღვიძებს თქვენში სურვილს, რომ ემოციურად დაიტანჯოთ. თითქოს თქვენ გაქვთ უფლება, რომ დაიტანჯოთ და ამ ტანჯვას აქცევთ შემდეგი 9 თვის მანძილზე თქვენი ცხოვრების ქვაკუთხედად. არსებობენ ადამიანები, ვინც ამით ცხოვრობს და რომ წართვათ ეს ტანჯვა, უბრალოდ კარგავენ ცხოვრების აზრს. ამ პერიოდის მანძილზე უნდა გაიაზროთ, გჭირდებათ ეს განცდები? რატომ გვიჭირს განცდებისა და ტანჯვის ჩამოხსნა მხრებიდან? რადგან შევეჩვიეთ მათთან ერთად ცხოვრებას და სხვაგვარად ვერ წარმოგვიდგენია? არადა რომ დავუშვათ მაინც, რომ ტანჯვის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, ნათელი ფერებით აკიაბდება ჩვენი ცხოვრება. მე-12 სახლი დასრულების სახლია. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი შანსია, უთხრათ ტანჯვას არა. შეიძლება ვიღაცები გამოსდნენ და თქვან, უი, როგორ შეიძლება ჩვენ ვიტანჯებით და შენც უნდა დაიტანჯო, ეს არის ცხოვრების არსი. არა მეგობრებო, ცხოვრების არსია იყოთ წარმატებულები და ბედნიერები. თავს მოხვეული აზრები კი ტანჯვით ცხოვრების გაგრძელებასთან დაკავშირებით არის დასამუშავებელი. ამიტომ აღმოაჩინეთ თქვენი უარყოფითი თვისებები და დაძლიეთ ისინი. ჩემო ძვირფასო ქალწულებო, ლილიტის ტრანზიტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება თქვენს მე-11 სახლში. აქ ლილიტის ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი 9 თვის განმავლობაში გექნებათ განცდა, რომ არ გაქვთ მომავლის პერსპექტივა. თითქოს დაკარგავთ წინსვლის აზრს და შეიძლება დანებდეთ კიდეც. აქ თითქოს გადაიდება თქვენი გეგმები, პროექტები, ადამიანებს არ ესმით თითქოს თქვენი იდეები, არ გიდგანან მხარში, შლიან თქვენთან მოლაპარაკებებს, მოგეჩვენებათ, რომ ხართ მარტოსული. ვერ პოულობთ ადგილს დედამიწის ზურგზე, სამყარო თქვენი წინააღმდეგია. შესაბამისად, გებათ ცდუნება, მე ყველას წინააღმდეგ. აღნიშნული პრინციპით. რომ ვარსებობ მე
და არსებობენ ისინი, ანუ დანარჩენი სამყარო. ანუ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც დიქოტომიის ბრძოლა ვინ არის მწვანი და ვინ მართალი. შეიძლება დავადოთ კეთილისა და ბოროტის თემას და მაშინ უკვე თუ თქვენ თავს აღიქვამთ როგორც აბსოლუტურ ბოროტებას და ემსგავსებით ფსიქოლოგიურ განდეგილს, რაც უკვე ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს და არ არის კარგი. ამ თემასთან იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან მარტოსულობის იდეა ყველაზე სახიფათოა. ის ჩადებულია ჩვენში ჯერ კიდევ ქვის ხანის პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც აცევებდნენ წევრს ტომიდან და ეს უკვე სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იყო, რადგან შეუძლებელი იყო გადარჩენა ამ ხელა სამყაროში ერთი კაცისთვის. ეხლა სხვა მდგომარეობა გვაქვს, თუ გვაძლევენ რომელიმე საზოგადოებიდან, ჯგუფიდან ან თუნდაც ოჯახიდან, ჩვენ არ მოვხვდებით, რადგან განვითარებულები ვართ სოციალურად, ეკონომიურად, მაგრამ თავად უარყოფის შიში, ზურგშექცევის შიში, ჩვენში ინსტინქტურ დონეზე ზის. და ამაში შეგვიძლია დავწუნდეთ თუ დავაკვირდებით ადამიანის მყისიერ ქცევას, მას შემდეგ, რაც გაიაზრებს, რომ ის უარყვეს. ეს ადამიანი რაღაცნაირად იკუნტება, თავს მხრებში რგავს და თითქოს პატარავდება, იცაბება და სწორედ ლილიტის მე-11 სახში ტრანზიტი უარყოფის შიშ გაამძაფრებს, ხოლო თუ წამოწევთ მეორე ასპექტს, რომ ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილში თქვენ ხართ კეთილი ძალა, ხოლო დანარჩენები ბოროტები, მაშინ ჩაირთვება მითოლოგია, თავს აღიქვან გმირად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ისტორიის ბოლოს გმირები ყოველთვის კვდებიან, ხოლო თუ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გსურთ, მაშინ დაგიდეთ ხმალისადმე კედელზე და დაკავდით მიწიერი ცხოვრებით. გახსოვდეთ, რომ გმირის მისია იწურება მას შემდეგ, რაც ის ამ გმირობას ჩადის. შემდეგ მისი ცხოვრება უბრალოდ აზრს კარგავს. ამიტომ თუ გსურთ ცხოვრების გართულება უახლოესი 9 თვის მანძილზე, მაშინ ნება თქვენია. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ სიმართლე შუაშია მოქცეული. დაფიქრდით, აღმოჩნდებით ბარიერი საკუთარი თავისთვის, გადაეღობებით თქვენი ოცნებების ასრულებას. დააკვირდით საზოგადოების განაჩენს და გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიხედვით, რა გაქვთ გამოსასწორებელი. დადებითია ის, რომ აქ უნდა იპოვოთ ახალი ჯგუფი, ახალი საზოგადოება, თანამოაზრეები, დაინახოთ სხვა ადამიანები, გაითავისეთ, რომ ადამიანები მტრები არ არიან და რომ პირველი მტერი საკუთარი თავისთვის ხართ თვითონ თქვენ. და ეს ჩვენი შინაგანი მტერი ყოველთვის გარეთ ეძებს პროექციას. თუ კი თქვენ ებრძვით შინაგან მტერს, აუცილებლად იპოვით ვიღაცას გარეთ, ვისთანაც განაგრძობთ კამაც. ასევე დაუჯერებთ ინტერნეტიდან მიღებულ ინფორმაციას და თქვენც გაავრცელებთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, რადგან ეს ინტერნეტ სივრცეში თქვენი რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს. ჩემო ძვირფასო სასწორებო, ლილიტი გაივლის თქვენს მეათე სახლს მომდევნო 9 თვის განმავლობაში კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. რითი გამოირჩევა მეათე სახლი? მიზნის მედიუმიდან დაიწყება, რაც თქვენი განვითარების უმაღლესი წერტილი სტატუსია, რომელსაც შეიძლება მიაღწიოთ ცხოვრებაში. ლილიტი აქ შეგამოწმებთ, რამდენად ნამდვილია თქვენი მიღწევები და რამდენად სწორად მიიწევთ იქითკენ, საითაც უნდა წახვიდეთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შური წარმოადგენს ცდუნებას, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ჩვენზე უკეთესები, ჩვენზე წარმატებულები არიან. ადამიანები, რომლებიც მეც ღებულობენ, არიან უფრო მაღალ თანამდებობაზე. მეათე სახლი ეს არის
ძალაუფლების სახლი. ამიტომ აუცილებლად ამ 9 თვის განმავლობაში წააწყდებით კანონზომიერებას ძალაუფლებასა და შურს შორის. ეს თემა ეხმიანება სწორედ ზოგად მიმოხილვაში, ანუ წინა ვიდეოში განხილულ საკითხს დედობრივი კომპლექსის შესახებ, რომელიც დიახაც, რომ ძალაუფლების დემონსტრირება უარყოფით კონტექსტში რასაკვირველია. მე გაგაჩინე და რასაც მინდა იმას გიზამ. შემეძლო გამეჩინე, შემეძლო არა. კი გაგაჩინე, მაგრამ შემეძლო ბავშვთა სახლში მიმებარებინე. აი, ასეთი მანიპულაციური ხერხებით დედა ცდილობს გამოავლინოს ძალაუფლება და ამის შემდეგ ბავშვი გრძნობს, რომ ის ვალშია დედასთან და მადლიერების ნიშნად მან ეს ვალი უნდა გადაიხადოს. მაგრამ ცუდი ამბავი აქ ისაა, რომ ეგრეთ წოდებული მშობლის დედის მიმართ ვალი და ამ ვალის გადახდა არ ხდება, რადგან მშობლისთვის შვილს გაჩენა არ უთხოვია. შესაბამისად, შვილის ვალი მშობლის წინაშე ფიქციაა, სოციალური რეგულატორი, რომლის მეშვეობით შვილებს აიძულებენ გადაიხადონ მშობლის ვალები და თქვენი ენერგია, რესურსები, რომელიც თქვენი შვილების ყოლისთვის და მომავალი თაობებისთვის უნდა გადაგეცათ, ამჯერად უცვლით თქვენ ამ ენერგიას მიმართულებას და გადასცემთ მას უკან მშობლებს და ფაქტიურად ხდებით საკუთარი მშობლების მშობლები. ფსიქოლოგიურად იმ შვილების ცხოვრებაში, რომლებმაც უკან სვლა არჩიეს და საკუთარი მშობლების მშობლობა არჩიეს, მათ პირად ცხოვრებაში კარები უმოჯახუნებული აქვთ. ფსიქოლოგიაში ხშირად ახსენებენ სეპარაციის, ანუ განცალკებების საკითხს და სწორედ ეს საკითხები იქნება თქვენთვის მთავარი შემდეგი 9 თვის განმავლობაში, თუ რასაკვირველია თქვენს ცხოვრებაში მძაფრად დგას მშობლებთან ტოქსიკური ურთიერთობის საკითხი. რეკომენდაცია: დავინახოთ მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულებისა და კონტრდამოკიდებულების თემა და გადავწყვიტოთ ყველასთვის უმტკივნეულო ფორმით. ასევე მე-10 სახლი დაგეგმვის სახლია. შეიძლება ელემენტარულ საკითხებში ჩაიწვათ, რას ვგულისხმობ. ვთქვათ, სამსახურში სკამის არასწორი დადგმა, ან თქვენი საკანცელარიო ნივთის დროულად არ დაბრუნება გახდეს სამსახურიდან წასვლის მიზეზი. გახსოვდეთ, სანამ ლილიტი გადის მე-10 სახლს. განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლაზე არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან წაგებული თქვენ გამოხვალთ. ეს ლილიტია, რომელიც პატიომოყვარეობას გიმაღლებთ და გიბიძგებთ. შენ ხომ ესეთი მამაცი ხარ, არავის არაფერი არ შეარჩინო. გაახსოვდეთ, რომ ეს არის უკიდურესობა, შავი მთვარის ხრიკი და ამიტომ ვისწავლოთ ურთიერთდამოკიდებულებაში ბალანსის პოვნა. ასევე ლილიტი გაგიმძაფრებთ ვალდებულებების თემას. შემდეგი 9 თვის მანძილზე აქტუალური იქნება საკითხები იმის თაობაზე, თუ ვის იგმართებთ და ვის მართებთ თქვენი, ანუ დებიტ კრედიტის დაბალანსების საკითხი თქვენი იდეა ფიქსი გახდება. აქ დადებითია ის, რომ ისწავლით ინტეგრაციას, ურთიერთგაგებას, აღიარებთ თქვენში შურის არსებობას ვიღაცის ან ვიღაცების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება ძალიან რთული, მაგრამ შურის აღიარება მივიყვანთ მადლიერების გრძნობასთან. ეს იქნება ლილიტის გაკვეთილი, სამაგიეროდ შავი მთვარის ჩრდილოვან მხარეს გადაიყვანთ სინათლეში და ამით გაანათებთ თქვენს ცხოვრებას. ჩემო ძვირფასო მორიელებო, ლილიტის ტრანზიტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში თქვენთვის მოხდება მე-9 სახლში, რაც მთელი 9 თვის განმავლობაში გაგიმძაფრებთ პატივმოყვარეობას. იგი თავს იჩენს ხოლმე, როდესაც ადამიანებს დისბალანსი აქვთ სხვებთან ურთიერთობაში. პარტნიორული ურთიერთობები დამყარებულია ბალანსზე, ანუ სხვა ადამიანში ხედავთ ასევე ჩვენს მსგავს ადამიანს, ესე იგი თანასწორს,
ხოლო როდესაც დისბალანსია ადამიანებს შორის რელიგიურ, სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, განათლების და სხვა სფეროებში, პირობითად მაღლა მდგომ ადამიანში იღებებს პატივმოყვარეობა. მაგალითად, მარტივად რომ ავხსნათ, უპირატესი ვარ, იმიტომ რომ განათლებული ვარ, ან ცისფერი თვალები მაქვს, ან საზღვარგარეთ ვიყავი დასასვენებლად, ხოლო როდესაც საპირისპიროდ სხვას აღვიქვამთ ჩვენზე ზემოთ, მაშინ წარმოგვეშვება არა დანაშაულის, არამედ სირცხვილის შეგრძნება, რომელიც მთელი ცხოვრება გრღნით. ამ შემთხვევაში თქვენი არგუმენტია, რომ თქვენ არ გაქვთ სათანადო განათლება, არ იმსახურებთ მონაწილეობა მიიღოთ სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში, განეკუთვნებით სხვა რელიგიას, კონფესიას, ეროვნულ უმცირესობას და სხვა მიზეზებს პოულობთ საკუთარი თავის დასამცირებლად. და სწორედ ეს სხვაობა პატივმოყვარეობასა და სირცხვილს შორის საკუთარი თავის დამცირებისა და დამდაბლების ხაზი იქნება მთავარი ცდუნება მომდევნო 9 თვის განმავლობაში. მეცხრე სახლი, რომელშიც თქვენთვის ხდება შავი მთვარის ტრანზიტი, არის ასევე გაფართოების სახლი, გავლენის, საზღვრების, მსოფლმხედველობის, რის ხარჯზე? უცხოელებთან კონტაქტის, საზღვარგარეთ საქმის წარმოების, სასამართლო პროცესების წარმართვის და სხვა. ამ შესაძლებლობებს გააფუჭებს გადამეტებული პატივმოყვარეობა. ამიტომ თქვენი მოვალეობა ამ პერიოდის განმავლობაში მოთოკოთის და დაიყვანოთ იმ დონის სიამაყემდე, რომელიც მოგცემთ თვითრწმენას შემდგომი წინსვლისთვის. კვლავ თუ ავხსნით, თუ რატომ წარმოიშობა პატივმოყვარეობა და დანაშაულის შეგრძნება, ეს არის შინაგანი ბრაზის გამოხატულება, რადგან თუ ის არ არის დამუშავებული, თქვენ ხდებით საშიში და სახიფათო, ხოლო თუ დამუშავებულია, მაშინ თქვენ იქნებით ბრძენი და შესაბამისად დაფასებული. ისწრაფეთ მისი დამუშავებისკენ. მეცხრე სახლი ასევე გარკვეულწილად ეთიკის და მორალის სახლია, ამიტომ ამ პერიოდში შეგამოწმებენ ეთიკაზე. მორალური პრინციპები კანონისაგან განსხვავდება იმით, რომ ისინი გაწერილი არ არის. ამიტომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოგიწონებენ საქციელს და ადამიანები, რომლებიც არ მოგიწონებენ საქციელს. ანუ კონფლიქტის საფუძველი შეიძლება იყოს მორალი, რადგან მორალს მივყავართ სამართლიანობის შეგრძნებასთან, ხოლო სამართლიანობის შეგრძნება ყველას სხვადასხვა აქვს და ეს სამართლიანობის შეგრძნება გვაძლევს საშუალებას სხვა ადამიანები დავინახოთ როგორც სხვა ადამიანები. თქვენი მიზანია იყოთ ტოლერანტულები სხვების მიმართ და მიიღოთ ისინი როგორებიც არიან. ჩემო ძვირფასო მშვილდოსნებო, შავი მთვარის ტრანზიტი კირჩხიბში თქვენთვის იქნება მერვე ასტროლოგიურ სახლში, ანუ სიმბოლურად მორიელის სახლში. იგი ლილიტის ეგზალტაციის სახლია, რადგან ეს კატასტროფების, ფორს-მაჟორების, ყოველგვარი ცვლილებების და ტრანსფორმაციის სახლია. აქ ლილიტი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, ამიტომ მომდევნო 9 თვე თქვენთვის იქნება მეტად მნიშვნელოვანი, რადგან დაგისვამთ საკითხს ასე. აპირებთ თუ არა ამ საშინელებაში ცხოვრების გაგრძელებას, თუ უბრალოდ მზად ხართ საშინელი დასასრულისთვის. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მოვიდა დრო დაასრულოთ ყველა ის ურთიერთობა, სადაც ხართ დამოკიდებულის პოზიციაში, როდემდე აპირებთ ტანჯვის გახანგრძლივებას. ამ პერიოდში მოგეთხოვებათ, რომ დაინახოთ ამ ტანჯვის ფასი და განსაზღვროთ. გააგრძელებთ თუ არა ამ ფასის გადახდას. იქნებ მოვიდა დრო მის მოსაცილებლად, რომელიც მხოლოდ გიშლით მშვიდ ცხოვრებაში. მერვე სახლს თვლიან სიკვდილის, ტრანსფორმაციის, სექსის სახლად, ანუ ყველაფერი, რაც უყვარს ლილიტს,
ამიტომ ის გამოავლენს და სააშკარაოზე გამოიტანს ამ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე შეიძლება გამოვლინდეს დამოკიდებულება პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებით. ყველანი ვხედავთ, რომ საზოგადოების უმეტესობა გათანგულია უკვე პიროვნულ ზრდაზე ზრუნვით. ყველგან გვესმის, რომ აუცილებელია ზრდა, ცვლილება. თითქოს ადამიანებს აღარ შეუძლიათ შეჩერება, რომ ამოისუნთქონ, თითქოს ერთ ჩასუნთქვაზე გსურს ყველაფრის მოსწრება. არა და ეს დამღუპველია. საჭიროა ჩასუნთქვათ და ამოსუნთქვათ. დაფიქრდით, ბოლოს როდის მოეშვით, როდის დაფიქრდით, რომ არ ხართ უძლური, უხერხემლო, ვისაც არ სჭირდება საყრდენი, რომ დამოკიდებლადაც შეგიძლიათ იყოთ ძლიერი. რატომ? დავუბრუნდეთ ლილიტის კომპლექსს, რომელიც წინა ვიდეოში ზოგად მიმოხილვაში ვახსენეთ. ლილიტის კომპლექსი მოიცავს ძალას, სიამოვნებას და თავისუფლებას. თქვენ შემთხვევაში ძალის დემონსტრირების, თანასწორობის და დამოკიდებულებისგან გათავისუფლების თემა წამოიწევს წინა პლანზე. ასევე შემდეგი 9 თვის განმავლობაში გააქტიურდება მემკვიდრეობის საკითხები. შეიძლება ვინმე დააქტიურდეთ მემკვიდრეობას და ფაქტიურად ჩააგრთოთ მემკვიდრეობისთვის ბრძოლის მარათონში. მემკვიდრეობა შეიძლება მოვიდეს ვიღაცის გარდაცვალების ან უბრალოდ დიდი ხნის მოლოდინის შედეგად. ანუ ისედაც იცოდით, რომ გეკუთვნოდათ აღნიშნული მემკვიდრეობა და ასე. მაგრამ თქვენ ამის გამო უსასრულოდ ცხოვრების ბოლომდე მათ წინაშე ვალში არ უნდა იგრძნოთ თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე ვუბრუნდებით მუდმივად ვიღაცაზე დამოკიდებულების თემას. თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ცხოვრება ციკლურია, მაგრამ არ უნდა გრძნობდეთ თავს ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ არის. აქ უნდა მოხდეს ინსაიტი. ერთი დონის წრიდან უნდა გადახვიდეთ ზედა დონის წრეზე. აქაც მართალია წრეზე იმოძრავებთ, მაგრამ უკვე უფრო მაღალ დონეზე, ახალი თემებით, ახალი ხედვის კუთხით და იმ შეგრძნებით, რომ მეტი გესმით და მეც აღიქვამთ. ჩემო ძვირფასო დღის რქებო. თქვენთვის შემდეგი 9 თვის განმავლობაში გააქტიურდება მე-7 სახლი. აქვე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად გექნებათ პარტნიორებთან. არა, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ შავი მთვარე არ არის პლანეტა. იგი არ განაპირობებს მოვლენებს, არამედ ავლენს ნეგატიურ მხარეებს. აქ გამოვლინდებიან მტრები, ეჭვიანობა და დევნის მანიაკალური შეგრძნება. ფსიქოლოგიურ დონეზე გექნებათ უარყოფითი განწყობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენს გვერდით იქნებიან. შეხედავთ მათ ეჭვის თვალით, თუ რა შეიძლება უნდოდეს მათ. ასევე შეიძლება გაიზარდოს ისტერიულობა. გარკვეულწილად ეს განწყობა შეიძლება მივიჩნიოთ ყურადღების მიქცევის საშუალებად. ამიტომ უნდა დასვათ კითხვები. რატომ გინდათ ყურადღების მიქცევა? რისთვის? ვის ყურადღების მიქცევას გსურთ? და თუ მიიქცევთ ყურადღებას, მაშინ რაში გამოგადგებათ ეს ყურადღება? პარტნიორული ურთიერთობები აგებული იქნება ისტერიკაზე, რაც გაგთანგავთ და დაგცლით სასიცოცხლო ენერგიისგან. ამის საფუძველი იქნება უნდობლობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა ვერ მოითმენს ამ საქციელს. სულ მცირე ეს დამოკიდებულება იქნება მტკივნეული და აქ უნდა დაფიქრდეთ, გიღირთ თუ არა აფექტურ მდგომარეობებს შესწიროთ ხანგრძლივად ნაშენები ურთიერთობები. ასევე მე-7 სახლი მაღალ პასუხისმგებლობებსაც უკავშირდება. შავი მთვარის კონტექსში ის შეიძლება ვალდებულებაში გადაიზარდოს, ან თქვენ მოსთხოვთ სხვას შეასრულოს ვითომ აღებული ვალდებულება, ან უბრალოდ თქვენ თვითონ დაიტანჯავთ თავს, მოაწყობთ ისტერიკას და ამით დაძაბავთ ურთიერთობას გარშემომყოფებთან. ეს შეიძლება მივიჩნიოთ გამოცდად ურთიერთობების შესამოწმებლად. აქ თუ მივუბრუნდებით ლილიტის კომპლექსს, რომელზეც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, საქმე გვექნება ლილიტის
თავისუფლების მოყვარეობასთან, ანუ რამდენად ვარ სხვის აზრზე დამოკიდებული, რა ზომით ვარ დამოკიდებული ჩემს პარტნიორზე. ამიტომ შემდეგი 9 თვის მანძილზე უნდა იზრუნოთ ბალანსის დაცვაზე ურთიერთობებში, განსაზღვროთ თქვენი სარგებელი და ისწავლოთ პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების სამართლიანი გადანაწილება. ჩემო ძვირფასო მერწყულებო, ლილიტის ტრანზიტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში თქვენთვის იქნება მე-6 სახლში. უპირატესად ეს არის მუშაობის და ჯანმრთელობის სახლი. ყოველდღიური რუტინა, საქმე, ეს ყველაფერი შეიძლება დაემსგავსოს სჭაობს, რომელიც გითხრევთ და ეფლობით ძილი სამსახური ძილის რუტინაში და აი აქ ლილიტი დაგაყენებთ მანიაკალური შრომის წინაშე. ანუ ეს იქნება უსაზღვრო შრომა, რომელსაც ეფექტი არ ექნება და რაც მთავარია, ლილიტი ასევე შეეხება თქვენს ჯანმრთელობას, ქვეცნობიერ რესურსების საკითხზე. თუ ვიმსჯელებთ მარტივად, ეს იქნება უძილობა. შედეგი ცუდად მუშაობთ. თუ არ ეკკვებებით, ცუდად მუშაობთ. საჭიროა ზომიერების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლილიტის ცდუნება იქნება ის, რომ გაგივითარებთ იპოხონდრიას, ანუ უსაფუძვლოდ გექნებათ შიში სხვადასხვა დაავადებების მიმართ და მუდმივად გეგონებათ სხვადასხვა სიმპტომების, თუნდაც ტელევიზიით მოსმენის დროს, რომ ეს დაავადება თქვენს გჭირთ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე. ამიტომ ყურადღების ცენტრში გექნებათ ჯანმრთელობაზე გადამეტებული ზრუნვა, რამაც ფსიქოსომატურ დონეზე მართლა შეიძლება გამოიწვიოს ესა თუ ის დაავადება. ან შეიძლება საპირისპიროდ გამოვლინდეს, მაგალითად, შეიძლება ჩამოყალიბდეს სიტუაცია, როდესაც გეგონებათ, რომ ჯანმრთელობას მიხედვა არ სჭირდება და რაც უფრო ნაკლებად მიაქცევთ ყურადღებას, მით უკეთესი. შესაბამისად, ის დაიწყებს სიმპტომების გამოვლენას. გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეული არის საზღვარი ჩვენს შინაგან და გარეგან სამყაროს შორის. შესაბამისად, ლილიტი დასვამს კითხვას, რამდენად ჰარმონიულ კავშირში გაქვთ ფსიქიკა და სხეული. ამიტომ ფსიქოსომატიკის საკითხების შემდეგი 9 თვის მანძილზე წითელ ზოლად გაყვება თქვენს ცხოვრებას. მიექციეთ ყურადღება, როგორ მწვავდება ფსიქოსომატიკა, რა შემთხვევებში, რას მიგვანიშნებს, რომელი ემოციები იბლოკება, რისი გამოთქმა არ შეგიძლიათ, რადგან ლილიტი გაძლევთ საშუალებას გახსნათ ფსიქოსომატიკის პოტენციალი. გარდა ამისა, არის უფრო რთული ვარიანტი ლილიტის განვითარებისთვის ამ ტრანზიტში. გექნებათ შეგრძნება, რომ ვერ ასრულებთ თქვენს ვალდებულებებს სხვა ადამიანებთან მიმართებაში და სათანადოდ ვერ ზრუნავთ მათზე და ამიტომ შეიძლება დანებდეთ უძლურების შეგრძნებას. ამან შეიძლება უარყოფითი დაღი დაასვას თქვენს ჯანმრთელობას, ამიტომ იპოვეთ უფრო შუალედი ჯანმრთელობისთვის სათანადო ყურადღების მიქცევასა და საერთოდ მიუქცევლობას შორის. ჩემო ძვირფასო თევზებო, თქვენთვის ლილიტის ტრანზიტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება მე-5 ასტროლოგიურ სახლში. წინა ვიდეოდან, ანუ ზოგადი მიმოხილვიდან გავიხსენოთ, რას წარმოადგენს ლილიტის კომპლექსი, რომელიც შედგება 3 შემადგენლისგან: ძალა, სიამოვნება და თავისუფლება. შემდეგი 9 თვის მანძილზე ლილიტი სწორედ სიამოვნების საკითხს დაემუქრება, რადგან სიამოვნება შეიძლება გადაიზარდოს ზეგადასულ თავისუფლებაში. ამ შემთხვევაში თავისუფლება იქნება თქვენი არგუმენტი და იფიქრებთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, რაც მოგესურვებათ. მათ შორის იქნება რისკი, არაადეკვატური მოქმედებები. ამიტომ უნდა განსაზღვროთ, თუ რა არის თქვენთვის სიამოვნება, რა არის თქვენთვის ნორმა ამ სიამოვნებაში, რისგან იღებთ სიამოვნებას, რამდენად შეესაბამება ის კანონს, მორალურ, ეთიკურ, ესთეტიკურ ნორმებს და სხვა. თუ თქვენი ნორმები მიუღებელი იქნება თქვენი პარტნიორებისთვის, მაშინ უმჯობესი იქნება დაშორება. რატომ? რადგან ლილიტი არის სიბრაზის და ძალის გამოვლინება
ძალისა, რომელიც ითხოვს თანასწორობას და ამიტომ თუ თქვენი ნორმები მიუღებელია პარტნიორისთვის, ესე იგი ირღვევა თანასწორობის ბალანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემსგავსებით ბავშვს მრავალი მოთხოვნით. დროა გაიზარდოთ, აიღოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ეცადოთ უფრო მეტად გაუგოთ ბავშვებს. თუ შვილებისაგან დაიღალეთ, ეცადეთ რაღაც რო გამონახოთ საკუთარი თავისთვის, ან საპირისპიროდ არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ცხოვრება ეკუთვნის მხოლოდ თქვენს შვილებს. შეიძლება ლილიტმა გაგიმძაფროთ იმის შეგრძნება, რომ არ მოგინდეთ დაბერება, როგორც დედას, როგორც ქალს, მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ უფროს არ სურს დაბერება, უმცროს უფლება არ აქვს გაიზარდოს. თუ შვილს არ მიეცემა გაზრდის საშუალება, მაშინ როგორ მოიწყოს საკუთარი ცხოვრება? ერთადერთი გამოსავალია თუ გაწყვეტ თქვენთან ურთიერთობას. ეს ყურადღება მისაქცევის საკითხია, რადგან ასე ხელაღებით არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, კომპრომისები და დაბალანსებული ურთიერთობა იქნება მთავარი თქვენთვის ამ პერიოდის განმავლობაში. რადგან მეხუთე სახლი ასევე საკუთარი თავის სიყვარულზეც მიუთითებს, მძაფრად დგება ნარცისიზმის პრობლემა. ცხადია, მისი გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ის უნდა არსებობდეს ადეკვატურ დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი ვარ, ხოლო არაადეკვატური ნარცისიზმის შემთხვევაში კი ვიცი, რომ ცუდი ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სხვები დავამდაბლო და იმათ ფონზე მე კარგი გამორჩდე. ანუ ხელოვნურად შევქმნი ჩემს პოზიტიურ სახეს. არ დაგავიწყდეთ, ორივე უკიდურესობაა და არც ერთ შემთხვევაში არ არის სასურველი მათი გამოვლენა. რაც შეეხება ხელოვნების სფეროს, რომელიც ასევე მეხუთე სახლის საკითხებს განეკუთვნება, აქ შეიძლება ვისწავლოთ, თქვათ, ხატვა. თავიდან შეიძლება არ თერაპიად მივიჩნიოთ, სადაც თქვენს ნეგატიურ იმპულსებს მისცემთ გამოვლენის საშუალებას. შემდეგ, როდესაც ყველაფერი გადაივლის, შეიძლება ეს ეგრეთ წოდებული ხელოვნების ნიმუში დაწვათ კიდეც, თუმცა ის თავის ფუნქციას შეასრულებს. შეიძლება ამ მიზნით გამოვიყენოთ ხელოვნების ნებისმიერი სფერო, მათ შორის მუსიკა, ფილმი, სპექტაკლი და არ შეგეშინდეთ. გამოიყენეთ ხელოვნება და აუცილებლად მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. დღეისთვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ.